ამ ვიდეოს უყურე ბოლომდე, თუ მოტოციკლეტი ყავს და აგრესიულად დადიხარ, შეიძლება ძრავის თუქს გადაგარჩინო. აღმოჩნდა, რომ ზეთის შერჩევისას ხშირად უშვებენ ხოლმე შეცდომას. და რა შეცდომას? ეს არის ლიკვიმოლის სინთეტიკური ზეთები, ორივე არის სინთეტიკური ზეთი და ორივე არის 10-40. და ადამიანები, რომლებიც მოტოციკლეტით დადიან სწრაფად და ტრეკზე იყენებენ, აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ასხავენ ამას. რო ესმით ხოლმე, რომ სინთეტიკურია, მორჩა სინთეტიკურია, ესე იგი სინთეტიკა მჭირდება და ამზეც ყიდულობენ ხოლმე. სინამდვილეში ეს არ არის სწორი არჩევანი, ეგეთ ადამიანებს სჭირდება ეს ზეთი. ახლა სხვაობა არაშია რა. ეს ორივე არის 10-40 და ორივე არის სინთეტიკური ზეთი, მაგრამ ეს არის სტრიტის ზეთი. ეს არის იმისთვის, რომ ქუჩაში გამოხვიდე, იგორაო, დაბალი კუბატურის მოტოციკლეტისთვის იხმარო და ესე გადაადგილდე და იმუშავებს იდეალურად, ფანტასტიკურად. მაგრამ თუ შენს მოტოციკლეტს მოიხმარ აგრესიულად და გჭირდება, რომ მაღალ ტემპერატურებზე შეინარჩუნოს თავისი თვისებები ზეთმა, მაშინ გჭირდება ეს ზეთი. ეს არის ის ზეთი, რომელიც არის სპორტული სიარულისთვის, მაღალი დატვირთვებისთვის და რომელიც მაღალ ტემპერატურაზე ინარჩუნებს თავის თვისებებს იდეალურად. ეს არის პოლიალფა-ოლიფენის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის სინთეტიკური ზეთი, რომელიც არის სპეციალურად გაკეთებული სპორტული სიარულისთვის. ასე რომ, თუ შენ ყავს სპორტული მოტო და იყენებ აგრესიულად, ეს ორი ზეთი ერთ და იგივე არ არის. ეს არის სტრიტებისთვის, ეს არის აგრესიული სიარულისთვის. ფასშიც არის სხვაობა. ეს ღირს 39 ლარი, ეს ღირს 52 ლარი. ასე რომ, თუ ტრეკზე დადიხარ ხოლმე და სხვაგან სიარულს ჩვენ აგრესიულად კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, მაშინ ფასში ეკონომია არ გააკეთო, ეს არ გჭირდება შენ, შეგჭირდება ეს. აი ესეთი უნდა ჩაასხა. და ბოლოს, გეზმოტორსი როგორც ისიც არის ლიკვიმოლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, შეგიძლია მოხვიდე გეზმოტორში, უთხრა რომ ჩემი გამომწერი ხარ და ეგრევე გაჩუქებენ გოლდ ბარათს, რომელიც ისე რომ აიღო 3000 ლარის დახარჯვა მოგიწევს. წავედე.